დაძისათა და სულისაცმინისათა ჩვენთან არის ღმერთი. უფალმა დააგლოცოთ ქრისტეს მიერნო საყვარელო ძმანო და ანუ სულიერო შვილებო გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს იგივე განცხადება, როცა ახალ აღთქმაში პირველად განცხადდა ყოვლადწმინდა სამების სახელი. დღევანდელი დღე, როგორც ყველა ქრისტეს დღესასწაულები მაცხოვრის არის უკიდეგანოდ ესე თქვა სიღრმისეული. დიდხანს არ შეგაყოვნებთ, იმიტომ რომ წინ წყლის კურთხევა, მაგრამ მინდა გითხრათაც აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის. პირველი ის, რომ დღევანდელ სახარებაში რაც მოვისმინეთ, რომ მაცხოვარი მიდის იორდანეს, სადაც იოანე ნათელსემდა წყლით და იოანე ნათლისმცემელი ეუბნება, რომ მე უნდა მოვდიოდე შენთან ნათლისღება და შენ მოდიხარ ჩემთან. მაცხოვარი აყენებს და ეუბნება, აჩერებს და ეუბნება, რომ ყოველივე სიმართლე უნდა აღსრულდეს ადამიანებზე, რომელიც დაწერილია და მინდა გითხრათ, რომ პირველად ხვდებიან ერთმანეთს იორდანეზე იოანე ნათლისმცემელი და მაცხოვარი. შესაბამისად, იოანე ჩერდება, იოანე ჩვენ სხვა სიტყვებიც გვახსოვს ნათლისმცემლის, რომელიც ბრძანებს, რომ მე არ მოდის ისო, ვისი თასმების შეკვრის ღირსიც არა ვარო. და მე ხშირად მიჩნდება ხოლმე ეს კითხვა ჩემი თავისთვის, თითოეული თქვენთაგანისთვის, რომ ჩვენ კი ფიქრობთ იმაზე, როცა მაცხოვარს მივიახლებით, აი ამ დიდ სიწმინდეს მივიახლებით, ჩვენ რის ღირსნი ვართ, თასმების შეკვრის ამაზე აღარაა ლაპარაკი, რომ ვიღაცამ წარმოიდგინოს მაცხოვარს თასმები შეუდგას. ამიტომ თითოეული ქრისტიანი მართლმადიდებლი ზვალია, რომ იყოს ესე ვთქვათ მართალი შვილი ღვთისა. და იოანე ნათლისმცემელი ჩვენ ვხედავთ თვითონ ხაწერაზეც, ფრესკებზე, რომ ნათელსცემს მაცხოვარს და ამოდის მაცხოვარი წყლიდან და მტრედი სულიწმინდის სახით გარდამოდის და ზუსტად ეს არის, როგორც განმარტავენ მამები, ხმა ზეცით მამა ღმერთისა, რომელიც ამოსო, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ, სულიწმინდის სახით გარდამომავალი მტრედი და თვითონ მაცხოვარი მეორე ჰიპოსტასი ძე ღვთისა, რომელიც ნათელს იღებს. აქვე დავზენ, რომ მაცხოვარს არანაირად ნათლისღება არ უნდა, როგორც არსამაღლება ჭირდებოდა მას და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავიაზოთ ერთი რამ, რომ მაცხოვარი მოვიდა რატომ სოფელში, ამ წუთის სოფელში, ნახა რა, რომ იმდენად დაეპატრონა ბოროტი ადამიანების გონებას, თვითონ ადამიანების გულებს, წუთის სოფელს, რომ ადამიანი ვეღარ აღწევს ამისგან თავს, ამიტომაც ხდება მისი ხორციელად ჩობა და მე შემდგომი ყოველივე რასაც თითოეული, ესე ვთქვათ, ჩვენ ყოველ იმაზე მივიახლებით, დღესასწაულებზე. შესაბამისად, დღეს როგორც მოგახსენეთ, გაცხადა ყოვლადწმინდა სამების სახელი ახალ აღთქმაში და რა არის ნათლისღება, რა მოაქვს თითოეული ქრისტიანისთვის, რა დანიშნულება და დატვირთვა აქვს. პირველი ის არის, რომ უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ნათლისღების გარეშე ვერ იქნება სულისხმონება, ვერ იქნება ცათასასუფეველი, ვერ შევა ადამიანი ურთიერთობაში ღმერთთან, ვერ გამგრთოვდება ადამიანი. ნათლისღების შემდეგ იხსნება კარები და უკვე ადამიანი ყველა დანარჩენ საიდუმლოს ეზიარება. დაუკვირდით, მოუნათლავი ადამიანი ვერ დაიწერს ჯვარს. მოუნათლავი ადამიანი აღსარებას ვერ ჩააბარებს, მოუნათლავი ადამიანი ვერ ეზიარება, მოუნათლავ ადამიანს წესი არ აეგება, მოუნათლავ ადამიანზე ვერ ვილოცეთ, გესმით, ნათლობა ეს არის კარი ბჭე, კარი, რითიც თითოეული ქრისტიანი მართლმადიდებელი ამის შემდგომ აღებს ამ კარს და უკვე ხელი მიუწვდება ყველა დანარჩენ საიდუმლოზე, არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ უდიდეს საიდუმლოებებზე, რომელსაც ჩვენ ესე ვეზიარები და უფალთან ვყოფობ. ღმერთმა დაგლოცოთ, მე გუშინაც ვამბობდი ლოცვის შემდგომ ქადაგებაში, დღეს არის საოცარი დღე, ნათლისღება, დღეს ყველა მდინარეები, ესე ვთქვათ, იკურთხა, იმიტომ რომ თვითონ იორდანეში მაცხოვარმა რომ ჩადგა ფეხი, იორდანე უკუიქცა, შედრკა მდინარე თვითონ იმიტომ რომ ის მდინარეც მისი შექმნილია. თქვენ წარმოიდგინეთ, რო დაინახა თუნდაც იოანე ნათლისმცემელმა მონის სახით ქვეყნის შემოქმედი,
აი წარმოვიდეთ ეხლა უბრალოდ გონებაში აი რაზე ვსაუბრობთ ხო რასთან გვაქვს საქმე ამიტომაც არის რომ დღესაც კი იერუსალიმში როცა იერუსალიმის პატრიარქი ჩაუშვებს ჯვარს წმინდა მდინარეში იორდანეში ანუ შედგება და უიქცევა უკან მიდის ყოველ როცა თაბორის მთაზე ყოველფერი სვალებას ანუ ღრუბელი აგრილობს აი ეს ყოველივე დღეს რაც ადამიანმა თითქოს და დაივიწყეს თითქოს და არ ფიქრობენ თითქოს და რაღაცა გონიათ რაღაცის გახსენება ესე არ არის ეს არის როგორც ქრისტეს წინვალი აღდგომა ეს არის აღდგომა მისი და იწყება ყოველივე ადამიანის გადარჩენის ეპოქა ასევე თითოეული დღესასწაული და ამიტომ არის რომ დღეს როცა ნათლისღების დღეს ჩვენ აღნიშნავთ მე წეგან თქვი რომ იკურთხება წყალი გუშინ იყო დიდი აიაზმა დღეს შესრულდება დიდი აიაზმა და ძალიან ბევრი ადამიანი მოვა წყალზე წასაღებად ღმერთმა ყველას მისცეს ეს წყალი საკურნებლად სულისა და ხორცისა მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას წყალი რომელიც მხოლოდ იმიტომ მიგვაქვს რომ ნაკურთხია და რითაც დავიწყე მონათრული ადამიანები არ ვეზიარებით არ ვღებულოთ მონაწილეობას არ გვინდა ეკლესიის აი წიაღში ვიყოთ არ გვინდა აი ამ ეკლესიის ეს სხვა დოგმატებით ვიცხოვროთ რა თქმა უნდა ეს წყალი თავის საქმეს აკეთებს მაგრამ მე გუშინაც აღვნიშნე გაიხსენეთ ძველი აღთქმა დაბადება ანუ შემდგომი ნოეს დრო წარღვნა რითი მოხდა წყლით მაგრამ წყალს აქვს მეორე ბუნება სიცოცხლის მომცემელია ვერაფერი ვერ ხარობს და ვერაფერი ვერ იცოცხლებს დედამიწის ზურგზე თუ წყალი არ იქნება ამიტომ არის რომ დავფიქროთ ანუ როგორ შეიძლება მოვიხმაროთ ეს წყალი საკურნებლად სულისა ხორცისა ანუ ეს უფრო მეტად ითქმის წმინდა ზიარებაზე მაგრამ თუ იმით რომ ჩვენთვის ეს წყალი გახდეს უფრო სხვა რამ ამიტომ არის რომ უნდა გვახსოვდეს რომ შეიძლება ურწმუნო ადამიანმა ესე ვთქვათ აი ნაკლებად მორწმუნე ან რა ვიცი როგორც არავის რო არ ვაწყეინო წაიღოს და ეს წყალი მისთვის დარჩეს უბრალო წყლად წყალი თვითონ კი არ გახდება უბრალო მისთვის იყოს უბრალო წყალი იმიტომ რომ წყალი რომელიც ჩვენ დღეს უნდა ავიღოთ საკურნებლად ანუ სულის ხორცის ოჯახებში ვასხურებ უძულურების დროს ვსვავ ადამიანებს მიაქვთ არტოსი ხომი აღდგომის შემდგომ წინვალე შვიდეულის შემდეგ და აი ამას ყველაფერთან ერთად არის კომბინაცია რომელსაც ქვია უდიდესი სიწმინდე რა თქმა უნდა წმინდა ზიარების შემდეგ მე პატარა პატერიქსაც მოგიყვები და ამით დავასრულებ ჩემს გადაგებას ბევრია სალაპარაკო ამ დღეზე მე ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი იყო მუსულმანი ცოლ-ქმარი რომელიც ცხოვრობდა ძალიან ახლო მართლმადიდებლურ მონასტერთან ცოლი იმდენად შეუძლოდ გახდა ანუ მოგესალმებათ ადრე საუკუნეების უკან არ იყო მედიცინა ასე განვითარებული და ვერაფერი ვერ უშველეს აი როგორც ახარებაშია ნათქვამი იმ დედაკაცზე ყოველი თავისი მონაგები წაეგო ანუ ყველაფერი დახარჯა მაგრამ საშველი არ იყო ამიტომ ბოლოს თხოვა ქმარს რომ წადიო ქრისტიანების მონასტერში იქ არისო წყარო ანუ ესეთი საკურნებელიო და ერთადერთი თუ შეიძლება მაგან მომარჩინო სხვა დანარჩენი უკვე ჩემი საშველი არ არისო და ქმარმა აიღო მათარა და წავიდა ამ მონასტერში წვიმდა ძალიან ისეთი დიდი წვიმა მოდიოდა და ვისაც ნანახი მონასტერს თავის ეს კარიბჭეები ანუ დახურულია და პატარა ესეთი ფანჯარასავით აქვს რო დააკაკუნა კარზე გააღო ბერმა ეს ბერი რატომაც გამოირჩეოდა რაღაც უხეშობით ესე თქვა და რა გინდაო ეუბნება ეს ბერი და ჩემი ცოლი ძალიან ცუდად არისო და გავომიშვა რომ აქ მაკურთხეველი წყალი ქონიათო გამოართო ხელი და გამოგვლიჯა და მაკურთხეველ წყალთან კი არ მივიდეს ფანჯარო მივხურა აი ეს ტბორის ანუ ეს ნიაღვის წყალი რაც მოდიოდა ეს ამოავსო და მისცა ამანაც წაიღო და თავისუფლად დაალენა ორ დღეში ეს ცოლი ფეხზედად გამოჯანმრთელდა როგორ ფიქრობთ გუბის წყალმა გამოჯანმრთელა რწმენა ცოცხალი ღმერთის ცოცხალი რწმენა თუ არა გვაქვს არაფერი არ იქნება გინდა წყალი ზიდე ვედრები გინდა 10-15-20 სეფისკვერი ერთად ჭამე ხოლო სტომაქს გაიძღობ და სხვა არაფერი თუ სულიერებაში არ ვიქნები ძლიერები და არ გვეცოდინება ღმერთთან ურთიერთობა სწორი მაშინ მარტო მხოლოდ ან გამაძღები ვიქნებით ან დაწურულებულები ვიქნებით ესე თქვა წყლით უფალმა დაგმოცოთ მრავალ ნათლისღებას და ეს არის